ამას გრძნობდა ყველა წმინდანი და ეს განცდა მათ არასდროს განეშორებოდა. სრულიად საპირისპიროა საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილების გრძნობა, რაც ადუნებს ადამიანს და უქრობს ცხონებაზე ზრუნვის ყოველგვარ სურვილს. მაძღარი ვარ, მეტი რაღა მინდა. მე აქ ვიგულისხმე არა მხოლოდ ცოდვების ხსოვნა, არამედ ზოგადად შეგრძნება, რომ თვინიერ უფლისა სხვა გზა არ არსებობს. მოუნანიებელთა ღაღადი მიიღებს უფლის სასჯელს, როგორც სოდომი, ხოლო სინანულ ცოდვილთა ღაღადი წყალობას, როგორც ნინევია, სად ჩვენ და სად მართალნი. ვაი ჩვენ, თუ კი ფიქრიც კი გაგვიელვებს თავში, რომ მართალნი ვარ. ეს რა ბოროტი აზრია, როგორ კლავს იგი სულს. ზუსტად ასე, როგორც თხრილი დააზრობს ნაზ ყვავილს, ან როგორც საშინლად ცივი ქარი სპობს სიცოცხლის ნიშან წყალს ყველაფერში. სულ სხვა მონანული ცოდვილი, წიაღნი, მამულნი განსხმულარს მისთვის. დავარდა ქეცაზე და მისსა და ამბორს ყოფდა მას, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხყოფს. მოდით ჩვენც ასე მოვიქცეთ და როდესაც სინანულის თქმობას ვიგემებთ, სხვა აღარაფერი მოგვინდება. აქვე მოვიყვანთ კიდევ რამდენიმე სწავლებას ნიკოდიმოს მთაწმინდელის წიგნიდან უხილავი ბრძოლა, სადაც ნათლად არის განსაზღვრული სწორი სულისათვის მაცხონებელი შინაგან საქმე, აგრეთვე გარეგანი სათნოებებისა და მოღვაწეობის მიზანი. მამა ნიკოდიმოსი თავის წიგნს იწყებს განმარტებით. რა არის ქრისტიანული სრულყოფილება? როგორც თავად გვეუბნება, ამის გაგების გარეშე შესაძლოა გადაუხვიოთ ნამდვილ გზას და გაემართო სულ სხვა მხარეს. ამასთან ფიქრობდე, რომ სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვი. ყველაზე სრულყოფილი და ამაღლებული რამ, რისი მიღწევად შეიძლება ისურვოს ადამიანმა, არის ღმერთთან მიახლება და მასთან თანამყოფობა. ბერის აზრით, ბევრს ეს არ ესმის. სწორედ და ფიქრობს, რომ ქრისტიანული ცხოვრების სრულყოფაში არის სათნოყოფა, სათნოებათა ან ისეთ განსაკუთრებული ღვაწლთა აღსრულება, როგორებიც არის მარხვა, ღვიძარება, მუხმოდრეკა, სხვადასხვა ხორციელი აკრძალვები, საეკლესიო მსახურებებზე დასწრება, შინაგანი ლოცვა, განმარტოება, დუმარება და ასე შემდეგ. მაგრამ საძიებელი ქრისტიანული სრულყოფილება მარტოოდენ ჩამოთვლილი სათნოებანი არ არის. ისინი მხოლოდ საშუალება და მეთოდია მის მისაღწევად. სულისთვის მაცხონებელია სწორედ ამ სათნოებათა აღსრულება, იმ მიზნით, რომ მათი საშუალებით მოვიკრიბოთ ძალღონე, საკუთარი ცოდვილობისა და უკეთურების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომ მათგან შევიძინოთ სიმამაცე, წინ აღვუდგეთ ჩვენი სამი მთავარი მტრის, ჩვენივე ხორცის, ამას სოფლისა და ეშმაკის ცნებებსა და განსაცდელებს. თითოეულ სათნოებას შეუძლია შეეწიოს სულიერად, მისცეს ყოველივე აუცილებელი, რაც ღმრთის მონას სჭირდება თავისი სულიერი ბრძოლის წარმართვაში. მაგრამ მეორე მხრივ, განაგრძობს ბერი ნიკოდიმოსი, იმ ადამიანებს, რომლებიც მთელ თავიანთ ცხოვრებასა და სასოებას ამ სათნოებებზე აფუძნებენ, მათმა აღსრულებამ შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს ვიდრე აშკარა არ აღსრულებულებამ. ეს მოხდება არა ამ სათნოებათა მიზეზით, ისინი კეთილმსახურებითნი და წმინდანი არიან. დაბრალდება მათ, რომლებიც ამ სათნოებებს არასათანადოდ იყენებენ. სწორედ მაშინ, როცა ისინი ყურადღებას მიაქცევენ სათნოებათა მხოლოდ გარეგნულ აღსრულებას, გულებს შეატოვებენ საკუთარ მღელვარებასა და ეშმაკის მიერ აღძრულ შფოთს. სწორ გზას აცდენილი ამ ადამიანების შემხედვარე ეშმაკიც არა თუ ხელს უშლის მათ ამ სხეულებრივი ღვაწლის აღსრულებაში, არამედ აქეზებს თავიანთ ფუჭ გულის სიტყვებს აყოლილებმა გააფართოვონ და გაამრავლონ ეს ღვაწლი. ამ დროს ეს მოღვაწენი განიცდიან ერთგვარ სულიერ ძვრებს და ფიქრობენ, რომ უკვე ამაღლდნენ ანგელოზთა ხარისხამდე. უკვე საკუთარ თავში გრძნობენ თავად ღვთისმყოფობას. ზოგჯერ შინაგანად ჩაუღმავდებიან რაღაც განყენებულ, არა მიწიერ ნივთთა ჭვრეტას და ნეტარებენ, თითქოს საერთოდ გასცდნენ ამასოფლის სივრცეს და მესამე-ცამდე იქნენ აღტაცებულნი. ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივ სურთ, ყოველთვის მათ მიანიჭონ უპირატესობა,
უყვართ თავნება ცხოვრება და მუდამ ჯიუტად იცავენ საკუთარ გადაწყვეტილებას. ისინი ბრმანი არიან იმის მიმართ, რაც პირადად ეხებათ, მაგრამ ერთობ თვალგამჭრიახნი და გულმოდგინენი სხვათა საქმეებისა და გამონათქვამების გარჩევაში. თუ ვინმე სხვა მოიპოვებს ასეთ პატივს, როგორითაც მათი აზრით ისინი სარგებლობენ, ვერ იტანენ და მას აშკარად მტრად ეკიდებიან. თუ ვინმე მათ ხელს შეუშლის კეთილმსახურებით საქმიანობასა და მოღვაწეობაში, განსაკუთრებით სხვათა თანდასწრებით ღმერთო დაგვიფარე, ისინი უმალ აღშფოთდებიან, გულისყრომით აინთებიან, მთლიანად იცვლებიან და საკუთარ თავს აღარ გვანან. რა ჭირიც უნდა შეემთხვეთა, ქეთს არ მოიხრიან სამღვთო ნების უღელს. მათ დაბინდული აქვს შინაგანი თვალი, ანუ გონება, რითაც მცდარად უყურებენ საკუთარ თავსაც, ფიქრობენ, რომ თავიანთი კეთილმსახურების გარეგანი საქმეების მოსაწონია მათში, რომ უკვე მიაღწიეს სრულყოფილებას და ამით გაამაყებულნი იწყებენ სხვათა განკითხვას. ამის შემდგომ უკვე შეუძლებელი ხდება სამღვთო ზემოქმედების გარეშე ვინმემ მოაქციოს ისინი, სიკეთისკენ უფრო იოლად მოექცევა აშკარა ცოდვილი, ვიდრე ფარული, ხილულ-სათნოება და საფარველ ქვეშ დამალული. როცა მოშურნეობით ღვთაშესხმული დაძლევ და ჩაიკლავ აბურდულ ვნებებს, გულისთქმებსა და წადილს, უფრო სათნოყოფი ღმერთს და მისთვის უფრო კეთილად დაშვები, ვიდრე მაშინ, როცა საკუთარ თავს სისხლის დენამდე გვემ და მარხვით ყველა ძველ მოუდაბნოებზე მეტად მოაუძლურებ თავს. ურჯულოთა მონობიდან ასობით ქრისტიანი რომ გამოისყიდო და გაათავისუფლო, სულ ერთია, მაინც ვერ ცხონდები, თუ ვნებებს ხარ დამონებული. საერთოდ, რა საქმესაც უნდა შეუდგე, თუნდაც უდიდესი იყოს იგი, რა შრომა და შესაწირიც უნდა გაიღო მის აღსასრულებლად, მაინც ვერ მიაღწევ ნანატ მიზანს. თუ ამასთან ერთად უყურადღებოდ დატოვებ ვნებებს, მისცემ მათ შენში დამკვიდრებისა და მოქმედების თავისუფლებას. ჩვენი პირველშობლის შეწოდების დროიდან მოყოლებული, მიუხედავად სულიერ ზნეობრივი ძალების მოდუნებისა, ჩვეულებრივ საკუთარ თავზე ერთობ მაღალი აზრის ვართ. მართალია ყოველგვარი გამოცდილება ძალზე შთამბეჭდავად გვარწმუნებს ამგვარი აზრის მდგომარეობაში, მაგრამ ჩვენ უგუნურად თვითმოხიბლულებს მაინც გვჯერა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს წარმოვადგენთ. ეს ჩვენი სულიერი უძლურება, ფრიად, ძნელად შესამჩნევი და შესაცნობი, ყველაზე მეტად ძაგს ღმერთს, როგორც ჩვენს ეგოიზმისა და თავისმოყვარეობის ნაშობი, როგორც წყარო მიზეზი და ყველა ჩვენი ვნებისა, დაცემისა და შერყვნისა. იგი გონებაში ან სულში გვიხშობს ამ ერთადერთ კარს, რომლითაც შემოდის ჩვენში მადლის ღვთისა. არ აძლევს ამ საშუალებას შეაღწიოს და ემკვიდროს კაცში მადლიც განეშორება ასეთ ადამიანს, ან როგორც შეუძლია განსანათლებლად შესაწევნელად შევიდეს ამ კაცში, რომელიც ფიქრობს, რომ დიდ რამეს წარმოადგენს. ყოვლის მცოდნია და საერთოდ არ სჭირდება ვინმეს დახმარება. და ეუფალმა გვიხსნას ასეთი ლუცესეული სენისა და ვნებებისაგან. ღმერთს ზულს ადამიანებში არსებული ეს ბოროტი, თავდაჯერებულობა და პირიქით ყველაზე მეტად რაც უყვარს და რისი დანახვაც სურს, ეს არის ჩვენს მიერ საკუთარ არარაობის გულწრფელის შეგნება. სრული დარწმუნება და შეგრძნება, რომ ჩვენს კაცობრიურ ბუნებასა და ცხოვრებაში თუ რამ კარგი გვაქვს, მომდინარეობს მხოლოდ უფლისაგან, როგორც ყოველი სიკეთის წყაროდან და რომ ჩვენგან საერთოდ ვერ წარმოიშობა რაიმე ჭეშმარიტად კეთილი, არც კეთილი გული სიტყვა, არც კეთილი საქმე. შეიცან საკუთარი არარაობა და ნიადაგ გახსოვდეს შენ საერთოდ ვერ შეძლებ ისეთი სიკეთის ქმნას, რაც ზეციური სასუფევლის ღირს გაგხდიდა. ისმინე რას ამბობენ ღვთივგავძობილი მამანი. პეტრე დამასკელი გვარწმუნებს, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, შეიცნო საკუთარი უძლურება და უმეცრება და არაფერია იმაზე უარესი, ამას ვერ მიხვდე. წმინდა მაქსიმე აღსარებელი გვასწავლის, ყოველი სათნოების საფუძველია ადამიანურ უძლურებათა შეცნობა. წმინდა იოანე ოქროპირი გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ და ის იცნობს საკუთარ თავს ყველაზე კარგად, ვინც ფიქრობს, რომ არარაობაა. ასე ღრმად
ჩაინერგა ჩვენში და მტკიცედ ჩაგვებღაუჭა ეს თავის დაფასება, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს წარმოვადგენდეთ. იგი მუდამ ფარულად ცხოვრობს ჩვენს გულში, როგორც რაღაც ძლივს შესამჩნევი მოძრაობა. მაშინაც, როცა დარწმუნებული ვართ, რომ საკუთარი თავის იმედი საერთოდ არ გვაქვს და პირიქით, ერთი ღმერთისადმი სრული სასოებით ვართ აღხსნილნი იმისთვის, რომ შეძლებისამებრ თავი აარიდო ასეთ გულისხმიერ თავდაჯერებულობას, იმოქმედო საკუთარი თავისადმი ყოველგვარი იმედის გარეშე და მარტოოდენ ღვთისადმი სასოებით ყოველთვის განეწყვე ისე, რომ საკუთარი უძლურების შეგნება და გრძნობა შენში წინ უსრებდეს ღვთის ყოვლისშემძლეობას, ჭვრეტას, ხოლო ერთიცა და მეორეც წინ უძღოდეს ყოველ შენ საქმეს. ამრიგად, ეს რამდენიმე ამონარიდი წმინდა მამათა სწავლებიდან, რომლებიც ჩვენთვის მახლობელ დროში ცხოვრობდნენ და ეკლესიის ყველა ძველი სწავლების ზუსტი და ჩვენთვის გასაგები ენით გადმოგვცემდნენ, ნათლად გვიჩვენებს შინაგანი ქრისტიანული ცხოვრების მთავარ ნიშნებს, რომ ცხონების მთელი საიდუმლო სინანულშია. ამ სწავლების უფრო ღრმად გაცნობის მსურველს მისი წაკითხვა შეუძლია წმინდა მამათა თითქმის ყველა ნაშრომში. სინანულით საკუთარი თავის ხედვის, ღვთის წინაშე მობიერებით, ვედრებისა და გლოვის სული განსაკუთრებით მჭერმეტყველურად უნატიფესი პოეტური განწყობით არის გამოხატული საეკლესიო ღვთისმსახურების ტექსტებში, განსაკუთრებით დიდმარხვის ტრიოდიონის საგალობლებში, რაც ტაძრებში დიდმარხვის დღეებში იკითხება. ეს ყველა ლოცვა გამსჭვალულია სინანულის ამ წმინდა სულით და განკუთვნილია იმისათვის, რომ გვასწავლოს ღვთის წინაშე მართლმადიდებლობით სვლა, მისდამი ღრმა თავმდაბლობით ღაღადი. ყველა ეს ლოცვა წმინდანებმა შეადგინეს არა სხვათათვის, მათ ისინი გაწერეს საკუთარი შინაგანი სულიერი განცდების შედეგად, მათ სწორედ ასეთად მიაჩნდათ თავი, ცოდვილებად და უბადრუკებად. საკუთარი თავის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გამოხატავს კიდევ ლოცვის სიტყვებში. ეკლესიამ ეს ლოცვები შემოინახა როგორც საუკეთესო ნიმუშები ღვთის წინაშე ჩვენი ლოცვით წარდგომისა და ჩვენამდე მოიტანა, რათა მათგან გვესწავლა თავმდაბლობითა და სინანულით ხედვა საკუთარი თავისა. ღრმად ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მამებმა მხოლოდ გამოგვიხატეს სახე სინანულით გლოვისა, თავი კი არც თუ ისე ცოდვილად მიაჩნდათ. არა, ისინი არ თვალთმაგწობდნენ. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, რაც არ უნდა განიწმინდო ცოდვებისაგან, მაინც გმართებს მუდამ საღვთო ჭეშმარიტების სინათლეზე დაინახო, რომ ღვთის წინაშე ხარ უწმინდური და უღირსი.